ძვირფასო ხსოვნელებო და მეგობრებო, მე მინდა დღეს მე თქვენ შემოგთავაზოთ სერია ახალი ვიდეოებისა. მესამე წრე, პირველი ვიდეო პანდორა ლეტალიას მაგიური შეხვედრებიდან. ხო, ეს არის მესამე წრე, პირველი ვიდეო და ამ ვიდეოში ლეტალია ყვება გიშერზე. თურმე მე ამ ვიდეოს მოусმინე ბოლომდე, სანამ ჩაწერას დავაპირებდი, სანამ გადავწყვიტავდი ჩაწერას, მაინტერესებდა რაზე იყო თემა. და თურმე გიშერი, ის გიშერი, რომელსაც მოიპოვებენ იმერეთში და რომელსაც ასაღებენ როგორც ნამდვილ გიშერს, სინამდვილეში ნამდვილი გიშერი არ ყოფილა. ის ყოფილა, გეტყვით ახლა, თურმე აი ეს რომელსაც ჩვენ გიშერს ვუწოდებთ, ხდება კი მაგრამ მიცადეთ, რომელსაც ჩვენ გიშერს ვუწოდებთ, ეს შავი ქვა, მეც 13 წელს რო ვიყავი ქუთაისში, შევიძინე ძია საყურეები. მეგონა გიშერი. ყველა მიცით ალბათ, ხო? მაგრამ ეს არ არის ის გიშერი, რომელიც ფლობს უფრო მეტი მაგიური თვისებებით. ეს ყოფილა მურა ნახშირი და არსებობს კიდევ ამ მურა ნახშირის ნაირსახეობა, რომელსაც უწოდებენ ლიგნიტი. და ეს ეგრეთ წოდებული გაგატი ყოფილა ქვანახშირის ასე ვთქვათ სახეობა. გამზადებული ქვანახშირისა კი არა, ხო, ქვანახშირი ყოფილა. და ეს გაგატი, ანუ გიშერი, ორივე ითარგმნება სიტყვა გიშერი. ეს გაგატი ყოფილა და გაგატი ეს ყოფილა საიუველირო ქვა, რომელიც არის ამ ქვანახშირის სახეობა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ამ ყავისფერი, ანუ მურა ნახშირის სახეობა. და ეს გაგატი შეიქმნა თურმე ძველი ხეებისაგან, რომლებიც მიწიერი ფენების წნეხის ქვეშ იღებს საერთოდ ღრმა შავ ან მუქ ყავისფერ ფერს, ლამაზი ბლესკით. ანუ გაგატი, რომელსაც გიშერს უწოდებენ, თუმცა გიშერი სულ სხვა. გაგატის წარმოშობა ეს არის გაქვავებული ნარჩენები ძველი ხეებისა, მაგალითად ფიჭვოვანი, ხვოინე დერევა. ძალიან რბილია, ნამდვილი გაგატისგან განსხვავებით, ძალიან რბილია და ხელში რომ დაიკავეთ, ხელად თბება. რასაკვირველია, ამ გაგატისგან აკეთებენ ძიებს, კულონებს, ბეჭდებს, საყურეებს ოქროვილ ვერცხლში და ასე შემდეგ. აგრეთვე მუშტუკებს, ყუთებს, პატარა ყუთებს, ძიებისთვის ჩასაყრელი პლაკებს, სტატუეტკებს, ჩოტკებს. და ისე მაგიაში და ეზოტერიკაში ეს შავი გაგატი იცავს ფლობელს ცუდი თვალისაგან, შიშისაგან და ბნელი ენერგიისაგან და ეხმალება
ეხმარება მოერიოს ტკივილს და სტრესს. და ეს აგატი და გაგატი ბუკვალურად არ ითარგმნება, რადგან ეს არის მითის მინერალების საკუთარი სახელები. ხო და ახლა ისევ შევედი ინტერნეტში და მეინტერესა, წინათ ერთი თარგმანი მაჩვენა და თურმე აგატი ითარგმნება ქართულად როგორც აკატი, მაგრამ განსხვავდება გაგატისაგან. ხო და თურმე წინათ ერთი ის მანახა აგატმაც და გაგატმაც მანახა ერთი თარგმანი გიშელი და თურმე წერია, აგერ წერია. ხო, ის ნამდვილი აკატი, როგორც აკატი ითარგმნება, მაგრამ სინამდვილეში აგატიც ითარგმნება როგორც გიშერი. და თურმე საქართველოში ამ გიშერისგან გაკეთებულ ძივებს უწოდებენ ქუთაისურ ძივებს. და ამას აგრეთვე უწოდებენ ქართულ აგატს. და თავის ვიდეოში ლეტალია, პანდორა და ლეტალიას ვიდეოში ლეტალია ჩვენ გვაჩვენებს თუ სინამდვილეში რას წარმოადგენს აგატი. ანუ ეს კი არა გაგატი, არამედ აგატი. მას დავიწყოთ. და გოგოები მოგითხოვს უთლიან ყველას, ვინც მათ უსმენს ჩანაწერებში თუ ეფირში პირდაპირ და ლეტალია ყვება, რომ დღეს იქნებაო ძალიან ბევრი ინფორმაცია და მე თქვენო მოგიყვებითო ძვირფას ქვაზე და ამ ქვის ტალისმანი მე მიკიდიაო კისერზე, მაგრამ ჯერ რომ მოდით დაცვა დავაყენოთო. მე ვუგზავნებ ყველა დაბალ ვიბრაციულ ბნელ ძალებს, იქონიონ რამეს ემოქმედება ჩვენ სხეულებზეო, ჩვენ ველზეო, რაღაცნაირად. ასე იქნება, ასე იყო, ასე არის. დავამოწმე. ან როგორც გინდა, თავარია თქვენ მიიღოთ, ხო? თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ არ დაამოწმოთ. და მე თქვენ მოგიყვებითო ამ ქვაზე, რადგან ეს ქვა არის ძალიან გავრცელებული. აკატი უფრო სწორად, ის გაგატი კი არა, რომელსაც იმერეთში მოიპოვებენ, ის არ არის აკატი. ის არის ნახშირი წყლის სახეობა. მურე ქვა. როგორც გითხარით დასაწყისში. და აკატი არის, მეც გამიკვირდა. აკაც უწოდებენ ფარული სამყაროების ქვად. ესე იგი, ეს არის მაგიური ქვა, რომლისგანაც აკეთებენ ტალისმანს. მაგრამ აკატი არის სხვადასხვა. მე არ გულისხმობ იმ აკატებს, რომელსაც ღებავენო სხვადასხვა ფერში. არამედ მე გულისხმობ ნატურალურ ფერებს, რადგან აკაც აქვსო უზარმაზარი პალიტრა. მე უბრალოდ თქვენ ახლა მოგიყვებითო ისტორიას, თუ როგორ შემოვიდაო ჩემ ცხოვრებაში ეს ქვები. ამ ქვისგან გაკეთებული ტალისმანი იცავსო ნეგატიური ენერგეტიკისაგანო და ეხმარებაო შეინარჩუნოთო თქვენი ფინანსური მდგომარეობა და გაამრავლოთ ის. ესე იგი, ეს არის ძლიერი ქვა. და ახლა საუბარი ზუსტად წავალ შავ
აკადზე. არა უბრალო შავ ქვებზე, შავ აკადზე, არამედ რადიალურ აკადზე. ხო, ისე ხა გაჩვენებთ, მეც გაჩვენებთ ახლა. აკადი კარგად მოქმედებს ჩაკრებზე, აუმჯობესებს თურმე ხედელობას, აუმჯობესებს მოსანელებელი სისტემის მუშაობას, ამსუბუქებს ასთმას და შეიძლება გაგაფრთხილონ სასუნთქი დაავადებების თაობაზე. რაღაცნაირად შედის რეაქციაში. და ბრასლეტები აკადისაგან გაკეთებული კარგად მოქმედებენ სახსრებზე და თუ აკადის საყურეებს ატარებთ თავის ტკივილი და კბილის ტკივილი გაგივათ, მე სტუდენტობაში მქონდა მწვანე ინდური აკადი უბრალოდ და ცალი გადამიგდო ვიღაცამ სახელს არ ვიტყვი, ვიცი ვინც გააკეთა, რაც კი საყურეები მქონდა უბრალოდ ერთხლის ეს აკადის საყურე ცალ-ცალი საყურები ყველა გადამიყარა იმ ადამიანმა და ვირთხას დააბრალა. შეიძლება ჯადოც კი გააკეთა, არ ვიცი, ვითხე კერძა იღებდა, ალბათ აკრიბა ეს ცალ-ცალი საყურეები და ყველა ან გადაყარა, ან ჯადო გამიკეთა. და ახლა იმ საერთოდ გაგატისაგან და ვინ გამარკვია, მე მივწერე, როგორ გავიგებ თურმე ის გაგატი ყოფილა და რა აკადი. მე მივწერე პასუხად, რომ ჩვენთან იმერეთი თვითონ საქართველოდანაა ეს ქალი, ეს ლეტალია გაჩვენებთ ახლა. იცოდით, ახლა გაჩვენებთ ამ ქალს, მინდათ. ეს არის ებრაელი, გონი, ახლა ისრაელში ცხოვრობს. აი ეს ქალბატონი არის თბილისში დაბადებული, რამდენიმე წელი გაატარა თბილისში და ამან მითხრა, მე ახლა მომწერა, დღეს მივიღე, ნახე კომენტარებში, რომ რასაც იმერეთში მოიპოვებენო, ის აკადი კი არა, ის არის ნაირსახეობა, გაგატი. ხო, იმიტომ რომ აკადი ახლა გვაჩვენებს, მე თქვენ კიდე განახებთ, აკადი სულ სხვანაირი ფორმისა და აკადი იზრდება, შვილს ქმნის, ქვა, ხო, ცემლივით ჩამოსტირის, ის თურმე ყოფილა მისი შვილი. ძალიან საინტერესო ვიდეო. აი, ამასა ნამდვილი აკადის კულონი უკეთია. აგე, ახლოს მივიტანა. ნამდვილი აკადის კულონი. აი, ეს არის შავი ნამდვილი აკადი. იმიტომ ქვია ამას რადიალური აკადი. ნახეთ, გარშემო თეთრი ხაზი აქვს. ყველა აკადებს ქონია ასეთი ხაზი. ის იყო წინა ხედი, ეს არის ამ აკადის მეორე ხედი. გლაზურკივით თავს არ ხედავთ? და ამ აკადს ქონია თვისება, რაღაც წერტილს ირჩევს და ზრდას აგრძელებს, რადგან ეს არის მინერალი, შეუძლია ზრდა. ესეც ერთ-ერთი აკადის ნაირსახეობა. ნახეთ, ეს ცოტა მომწვანო ფერის ჩანს. დროთა ხანის განმავლობაში ეს ქვა იცვლის თავის ფორმას კიდევ ერთ განახევთ. აი, ასეთები არის ყველა აკადი. ეს არის მოყვითალო აკადი.
აი ეს ყვითელი აქადი და წინათ კიდევ რო გაჩვენეთ, ეს არის თვალისგან დამცავი აქადი. აი ეს არის იმ ყვითელი აქადის მეორე მხარე. ეს არის ყვითელი აქადის მეორე მხარე. და ლეტალია ყვება ერთ ისტორიას რამდენიმე წლის უკანო. მე არ მახსოვს ზუსტად როდის იყო ესო, როდესაც მატრიცები, არ ვიცი რას გულისხმობს ეს მატრიცების ქვეშ, მოვიდნენ ჩემი მელქისედეკის არხითო ჩემთან, როდესაც ჩვენ ჩემ პარტნიორთან ერთად ტელ-ავივში ვატარებდითო კურსებს. ჩვენ ვივართო სამუშაოს ვატარებდო და ხმა ჩამესმისო. დაამთავრეთო სამუშაო, გადითო ქუჩაში, შეუხიოთო მარცხნივ მეექვსე მაღაზიაში თქვენი სადარბაზოდან და მე მაშინ ხვებით არ ვიყავიო დაინტერესებული, არაფერი მესმოდაო მათში. მაგრამ მე მაინც ჩავიწერეო ეს მისამართი და როდესაც სამუშაო დავამთავრეთო, ზუსტად მასე მოვიქეცითო. ეს არისო ქალაქის ცენტრი, ეს მაღაზია იდგაო ქალაქის ცენტრში. იყო ძალიან დიდი ფართო ქუჩაო და ეს მაღაზია აღმოჩნდა კვების მაღაზია, ჩვენ შევდივარ და მე ვეკითხებიო ჩემ თავს, აქ რა დავკარგეო. და უცებ ამ მომენტში ვხედავო ერთ-ერთ ამ შავი კვებისაგანო, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქციაო. მაშინ მე კიდევ გავიმეორებო, რომ კვებში არაფერი მესმოდაო. საერთოდ არ ვიყავიო დაინტერესებულები, მithumetes არაფერი ვიცოდიო აქაც და რადიალურ არქაზე. კიდევ შეგახსენებთ, რომ რადიალური აქადია ეგ გრალი თვალივით რომაზე დახატული ქვაზე. აი ესა რადიალური აქადი. ჩვენ ავიხეთო რამდენიმე ნიმუში, შეიძლება მოვიდითო სახლში და ბალკონზე ჩემთან მე მედგაო პლასტიკის მაგიდა, ქოგის ჩასარჭობის ადგილი ქონდაო ამ მაგიდას და მე დავდიო ეს კრისტალები ამ ქვაში და დამავიწყდაო. დავდიო ამ ნახრეზე ზედა დამავიწყდაო და როდესაც 40 წუთის შემდეგ მობრუნდა დავიხედეო, მასე იყო გუმბათივით რაღაც ძლიერი ენერგია, ეს მაგიდა იდგაო ცხუნვარე მზის ქვეშ და ქვა უბრალოდ წინავდაო და შემდეგ თანდათანობით მე ვეკითხებოდიო ჩემ ასპექტებს, მაღალ ასპექტებს რა იყო ეს და თანდათანობით ვერ ყვევდიო კვებში. თუ დამუხტავთო ინფორმაციულად ამ ქვასო ის გახდებაო ტალისმანი, ანუ ამულეტი. და კიდევ თუ ამ ტალისმანს ადამიანის ველს მიამბავთო, უფრო უკეთესიაო. ეს კვები არისო ტიბეტიდან. ამ კვებს ჭრიანო მონახი. და არის ცეთი კვებიც, რომლებიც დამუშავებულია ხელით. და ათენა ხელის სიმბოლიკა. რადიალური აქადი კი შეიძლება ითქვას ძალიან საინტერესო რაღაცებითა შიგ, მაგალითად ყველგან ამ რადიალურ აქადებზე, ყველა აქადებზე არის დახატული ბუნებრივად თვალივით რაღაცა, გრალი თითქოს და თვალი იყურებაო, ხო? ახლა ხომ განახეთ, აი ამას უწოდებენ თვალს. და ორხრივათაც. ორხრივი ნახატი აქვთ. ეს მაღაზია ახლა არ არსებობსო და არც ამ კვების გამყიდველიაო ცოცხალი, რადგან ის მაშინ ძალიან დამოხოცებული კაცი იყო. და ამ ყვითელ კვებსო მე მას უწოდებო яичница, ანუ კვერცხის ისა ომლეტი. საერთოდ აქადები არისო მისტიკური კვები და თუ თქვენ გიდათ აქადის ქვა შეიძინოთ, დააკვირდით, რომ აქადი არ იყოს შეღებილი, რომ არ ქონდეთო რაღაც ისამისფერი და სასწაული ფერები, იმიტომ რომ კრასკა ქიმიურია და ის კარგავს თავის ფორმას, თავის ხარისს, თავის სტრუქტურას. და კიდევ მინდა გითხრათ, რომ აქადის ქვა კურნავსო.
широкая улица. И этот магазин по счету оказался магазином камней. Мы заходим, думаю, а что мне здесь вообще надо? И вдруг в этот момент я вижу вот один из этих черных камней, который привлек мое внимание. И еще раз повторяю, я тогда в камнях особо не разбиралась, не интересовалась, я не знала ничего ни о богате, ни о радиальном агате. И тем не менее, значит, мы взяли несколько образцов, купили, и когда пришли домой, на балконе у нас такой пластиковый стол вместе с дырочкой для зонтика. И я положила этот кристалл, этот камушек в эту дырочку и забыла про него. И когда через минут 40 посмотрела, просто их уже в голове. Закончите работать, выйдите, что у меня не прошел. То есть я лазер, он убирает негатив. По ходу покажу вам еще желтенькие. Кстати, вот это тоже глазковый агат, но просто желтый, да? Он тоже очень мощный оберег от злых сил. Мы заходим, думаю, видно. Сфотографирую, поставлю. Ну, в общем, отсвечиваю, потому что здесь... ესეთ ახატია, მაგრამ ამას აქვს მეტალის პლასტინა ჩადეისა მიმაგრებული ქვაზე, რომ გააძლიეროს ქვის მოქმედება. ეგრეთ წოდებული მეტალის მატრიცა აქვს ჩადებული. ხო, ეს არის ვერცხლის პატკლატკა და მუშაობს როგორც სარკე. ხო, იქ ლურჯად იყო შეღებილი. ახლა ოქროსფერი მატრიცით, ისევ შავი აქადი, მაგრამ ოქროსფერი მატრიცით ეს მეტალი ოქროსფერადაა შეღებილი. აქ რაკურსი დაიჭირა, ესა ის ოქროსფერი მატრიცით. მე ავიღებ ახლა ყველაზე დიდ ქვას, ეს არის აქადის ქვა, რადიალური აქადის ქვა და დეტალია ჩაატარებს რიტუალს და მოდითო ეხლაო შევერთეთო ამ ქვის ენერგიას. მას აქვს ძალიან ძლიერი სტრუქტურა და როდესაც გამოიყენებთო სასურველიაო წყლის ქვეშ, გარეცხოთო მიმდინარე წყლის ქვეშ, შეიძლებაო წყლის თავზე ჭიხაში ჩადვათო, სადაც იქნებაო მარილი ჩამატებული ცოტა, მას არაფერი დაემართებაო მარილისაგან, მას აქვს ძალიან მყარი სტრუქტურა და ამ პროცედურების შემდეგ შეგიძლიათ მზეზე დამუხტოთო პირდაპირ თვალში. ახლა სიტყვა გადასცა პანდორუშკას, ანუ კატერინას. მე მინდა ასეთი პრაქტიკა ჩავატარო, სანამ ჩვენ ვართო ამ ნაკადში და რომელიც ამ ქვისგან ავიღეთო, დავხუტოთო თვალები, მოვდუნდეთო და წარმოვიდგინოთ, რომ ზივართო მთაზე, მაღლა სადღაც მთებში, წარმოვიდგინოთო მთა კაირასი, ან რომლიმე მთა წარმოვიდგინეთო და დაჭიქითო იქ და ვიყუროთო შორს. რას ხედავთო ჩვენ შორს? წარმოიდგინეთო, რომ თქვენ ხედავთო, რომ ამოდის 4 მზე, 4 კაშკაშა ლამაზი მზე, ჩვენ შთანთქავთ მათ ენერგიებს, ისინი ჩვენ გვიახლოვდებიან და იწყებენ ჩვენ გარშემო ტრიალს. ჯერ მარჯვნიდან და მარჯვნივ დადიან, შემდეგ ერთმანეთის წინააღმდეგ ეწყობიან, შემდეგ ისინი ხტებიან უზარმაზარები, კაშკაშები, ცხელი და კარგები. ჩვენ სუნთქავთ ყოველი ჩაკრით, ჩავისუნთქავთ ამ 4 მზის ენერგიას, ვათფობთ ჩვენ ველებს, ყველა ჩვენ მატრიშკებს ის უწოდეს ჩვენ სხეულებს, ჩვენ წვრილ სხეულებს და ვიწყებთ ჩასუნთქვას ამ 4 მზის ენერგიებისა. ვუერთდებით გულის ჩაკრას, მით უფრო მამაცია
ჩაერთვეთ თქვენი ჩართეთ თქვენი ყურადღება ჩვენ ვერთებით ამ ზეებს და ჩვენ გამოგვდის ორი რიანი ამ რიანების შუაში ვზივართ ჩვენ თუ თქვენ გრძნობთ რომ გულის ჩაკრაში ანუ გულის რაიონში რაღაცა გიჭერთ ну წნევას გრძნობთ არ შეგეშინდეთო ეს წავიდაო წმენდა ვისუნთქოთ გულით და წრიალი დავიწყოთო ამ რიანებისა შეიძლება ქვევით ზევით მარჯვნივ მარცხნივ ან მარცხნიდან და მარჯვნივ და ისევ მარჯვნიდან და მარცხნივ ამ რიანების წრიალს ვიწყებთ და ამ ენერგიებს შთანთქავთ ვაძლიერეთ ამ რიანების წრიალს ეს ყველაფერი გარდაიქმნება ერთ დიდ ცეცხლოვან ტორად რომლის შიგ ჩვენ ვიმყოფებით ჩვენ ჩავისუნთქავთ ამ ენერგიებს წრიალით ამ რიანებთან ერთად ამ ზეებთან ერთად ჩვენ გარშემო და წარმოვიდგენთ რომ ჩვენი უჯრედები რომლებიც ჩვენი სხეულების შიგ არის ჩვენი მატრიშკების შიგ იწყებენ დროის უკან დახვევას და ჩვენ ვახალგაზრდებით ამას ვაბრუნებთ ამ რიანებს და ჩვენ თან ვახალგაზრდებით რადგან ეს ამ რიანების წრიალი დროს უკან ახვევს ამიტომ ჩვენ ვახალგაზრდებით ჩვენ ხვდებით უსადმასარი ტორებად რომლებიც ზილარიან მთების წრვალებზე და ზეებს ატრიალებენ თავიანთ გარშემო თუ თქვენო გესმითო ჟუჟანი ესე იგი მასე უნდაო ჩავისუნთქოთო შეიძლება გახურება მოხდესო ვისაც ახლა გული გიშვებთო ესე იგი თქვენო უფრო სუბუქად იგდნობთო თავს გული არისოში ესე იგი გულში არ იგრძნობაო გულის რადიუსში შეკუმშვა და წნევა ანუ რაღაც ზედატოვა ყველაფერი ხურდება ფილტრებით ავიღოთ ახლა ამ რიანებს ვატრიალებთ ვახალგაზრდებით ჯანმრთელდებით ვთავთ ყველაფერს სად რა გტკივათ ქვედა ჩაკრებს თუ გინეკოლოგიის პრობლემები საგინეკოლოგიო პრობლემები გაქვთ ჩართეთ თუ შიგანთა გაქვთ რამე პრობლემა ჩართეთ ესე იგი ეს ტორი წვავთ ჩვენში ყველაფერს ცუდს ყველაფერს თუ რამე გაგვაჩნია ცუდი ავადმყოფობა უჯრედებიდან გამოგვაქვს წვავთ ამოვწვათ უნდა ესე იგი ამოვწვავთ რაც კი ჩვენში არის ზატიჩკები ეს ბლოკები ფსიქოლოგიური ეჭვები ტკივილები შიშები ყველაფერი რაც კი ცუდი გაქვთ გამოწვით და გამოიტანეთ წენებიც ეს ყველაფერი რაც ჩვენ წვნიტავდა და გულზე გრძნობდით რაღაცა წნეხს ეს ყველაფერი გავა რიანები ეს არის დრო უსაზღვროება ჩვენ ყველაფრისგან წმინდავთ მათ ვატრიალებთ ისინი ხდებიან წითლები როგორც მზის ჩასვლა ვამატებთ შექმნელი სინათლის სხივს კოსმოსიდან და წმინდავთ ამ რიანებს გათეთრებამდე ჩვენი ტორი იწმინდება გათეთრებამდე რაც ყველაფერი ცუდია მიდის რაც რჩება მხოლოდ თეთრი სინათლე და ამ გაფართოებულ მდგომარეობაში ამ ტორის გაფართოებულ მდგომარეობაში ამ თეთრ სინათლეს ჩვენ ვამაგრებთ ეს როგორც რიანები როგორც ჩვენი ჩაკრები წინა და უკანა ზუსტად მათ აქვთ რიანების ფორმა
ეს არის ჩემი საყვარელი რიცხვი. ახლა კი ჩვენ ვჩერდებით და ამ რიანებანი ტრიალონ და თავისით გაჩერდნენ ნონ-სტოპით. ჩვენ ხა გავიწმინდეთ, ჩვენ დავმუხდეთ ჩვენი უჯრედები, ჩვენ დავმუხდეთ ჩვენი ჩაგრები და ამ პრაქტიკის გაკეთება შეიძლება ყოველ დღე 1 თვის განმავლობაში და თქვენი უჯრედები დაიწყებენ გაახალგაზრდებას. ამიტომ აქ თან თქვენ შეგიძლიათ ეთამაშოთ დროს, და თქვენი სხეული გაახალგაზრდება, როდესაც მე დავამატებ ამბობს დეტალია, რომ ყოველი ამ რვიანის კვანძის შიგ არის პატარა ბურთი. ხო, აი მატრიცაზე არისო წერტილები. მატრიცაზე, რომელიც ქვაზეა დახატული. არ მიწეპილი ის პლასტინები. დეტალი ამბობს ახლა, პატარამ დაამთავრა, დეტალი ამბობს, რომ მინდათ მე თქვენ ახლა მოგიყვეთო ერთი ისტორია, რომელიც მე გამახსენდაო, ეს ისტორია მოხდა 2016 წელს. მაშინ ჩვენო ყავდა ჯგუფი ისრაელში. ეს იყო ამა ბაგოვანის ჯგუფი ინდოეთიდან. ჩვენ ხდებოდით ერთმანეთს ტყეში, ბეჩემენში. ეს ტყე განლაგებულია იერუსალიმთან ახლოს და ერთ-ერთი ჩვენი შეხვედრის დროს დაბნელდაო, იქ ჩვენ არ გვაცილდნენ უფლებას კოთონი დაგვენთო, ამიტომ ჩვენ შუაში დავდგითო იმხელა პროჟექტორი, რომ ის ანათებდაო მხოლოდ ჩვენ არც ისე პატარა ჯგუფსო. ჩვენო ვატარებდითო მედიტაციას და უცებო ჩემი ყურადღება მიიზიდაო რაღაც ხმაურმა მარცხენა მხრიდანო ფიჭვის ტყის ხრიდან. იქ ცოტა ბუჩქებია და ვაკვირდებიო და ვხედავო რაღაც სილუეტებს. 4 ძალიან მაღალი სილუეტი, 2 მეტრიანი. ერთი შეიძლება უფრო ნაკლებია უსიმაღლით. მათ ჰქონდათო ფორმა, კაფიო ფორმა, თუნდაც ისინი ჩანდნენო გამჭვირვალეები ჩანდა და მათ უკან ჩანდაო ბუჩქები. გესმით? კონტურით ხედავდა სილუეტებს დეტალია, მაგრამ იმდენად გამჭვირვალე იყვნენ ეს 4 სილუეტი, რომ ბუჩქები ჩანდა მათ უკან. მე ძალიან ყვეჩად ხედავდი მათ. მე ვკითხეო, გვერდით დგომ ადამიანს, ხედავს თუ არა ის რამეს. ჯგუფიდან არავინ არაფერს არ ხედავდა. და ეს 4 კი არა, 5 ყოფილა, 5 სილუეტი. ეს 5 არსება მოიზიდაო ჩვენო მედიტაცია. იმ შუგზე, რომელზეც ჩვენ ვიყავით, რომლის გარშემო ვიყავით შეგროვილი და გვაკვირდებოდნენ. მე არ ვიცი ისინი ვინ იყვნენო, იმიტომ რომ ტელეპათიური არხით მათთან დაკავშირება მე ვერ შევძელიო, რადგან ჩვენ მედიტაციით ვიყავითო დაკავებული და ამ პროცესის შეწყვეტა არ შემოძლო. შემდეგ ისინი გამოვლიდნენ და ვიტყოდიო, რომ მე-5 კი არა, მე-6-მე-7 განზომილებიდანო. მე მათ ხედავდიო კაფიოდ, მათი სახეებსაც ხედავდიო, სადღაც ისინი გავდენო პლეადინელებს, მაგრამ იმ დროსო მე ამ კითხვით თავი არ შევიწუხეო, ამის გარკვევით მე ჩემთვის რთული იყო ამის გაგება და მე-5 იყო ერთი თავით ნაკლები, მაგრამ ბავშვი არ იყო, ის იყო უფრო სხვანაირი. ამდაგვარად ჩნდებოდაო ჩვენი სტუმრები, ესენი იყვნენო სინამდვილეში ჩვენი კურატორებიო.
მე უბრალოდ მოგიყევითო ეს ეპიზოდი. თელი ჩვენი ისტორია პრიადელებზე, სხვა ცივილიზაციებთან კონტაქტებზე, ეს არის არადოკუმენტირებადი მტკიცებულება იმისა, რომ ეს ყველაფერი არსებობსო. და სიგნალში ტელეფონი მაინც ვერაფერს გადაიღებდაო და ამიტომ, რადგან ჩვენ ვიყავითო სამუშაოთი დაკავებული და მე ყურადღებას ვერ გავფანტავდიო. მაგრამ ფაქტია, რომ ვიღაცები დაესწრო ჩვენ მედიტაციას. ახლა კი პანდორა ისევ შენ გადმოგცემო სიტყვას და შემდეგ კიდევ ერთ ეპიზოდს მიგიყვებითო. პანდორა ამბობს, რომ დღეს იყო ისეთი საინტერესო მომენტი და ამ მომენტის მოყოლა შეიძლება თუ არა მაგ გინების გარეშე, რადგან ახლა მიდისო ძალიან ძლიერი პრაგნოზები, ანუ ენერგიები შემოდის ძალიან ძლიერი, წარსულიც ამწყობს და მომავალს ჩვენ გავდივართ ყოველდღე ძილის წინ და მე ძილის და რეალობის შორის ყოფი სვამ კითხვას და ამ დროს ჩვენთან მე დამელაპარაკავ ჩემი მაღალი ასპექტი მომავლიდან, რომელიც წევსო კაფსულაში და მან დაიწყო მოყოლა ექსპერიმენტებზე, რომლებიც აქ ტარდებოდაო და რომელიც ცივილიზაციები ატარებდაო ამ ექსპერიმენტებს. და მან მე მომიყვაო, გახსოვსო სოდომი და გომორი ეს ქალაქები. მე კი როგორ არა საინტერესოაო და იქ რა ხდებოდაო, მან მიპასუხაო. იმ მომენტისთვისო მატრიცა, დედამიწის მატრიცა იყო გაყოფილი ორ ნაწილად. სადაც იყვნენო ჰიპერბორეული ცივილიზაციები, იქ ბავშვებს დიდნენო. სადაც იყვნენო უფრო აღმოსავლური ცივილიზაციები, მასეთები როგორც ანუნაკები ატარებდნენო ექსპერიმენტებს. და ჩვენ მოვილაპარაკეთო ანუნაკებთან, ჩაგვიტარებიო ექსპერიმენტი სხეულების შესაქმნელად. და შემდეგ იქ მოხდაო დასნებოვება, გაიხსნალო კარიბჭეები დაბალ განზომილებებში, სამყაროებში, იყო ძალიან ძლიერი დასნებოვება და ჩვენ ვნიდით ისეთ სხეულებს, რომლებიც ამას ყველაფერს გაუძლებდა და იყო ქალაქები მაგ დროს, რომლებიც მრავლდებოდნენ ერთმანეთში. ჩვენ მართლა აკვირდებოდითო ორბიტიდან. ეს იყო და ისინი იყვნენ ლებედიანელების ცივილიზაცია. ეს იყო ლოტის ისტორია და მისი ოჯახის ისტორია. იმის შემდეგ, როდესაც ჩამოვიდნენ ანგელოზები და მე მივხვდიო, რომ ისინი იყვნენ ლებედიანელები და ეს ამბობს ლებედიანელები იყვნენო, მაგრამ მე მგონია ხო, ლებედიანელები მაღალ განსხვავებაში ცხოვრობენ და წინგში მიშელ დემარკეს წინგში ტაომ უთხრა მიშელს, რომ იქ ვიყავითო ჩვენ. კარგით, მოდით ამას ჩავეძიებით. და რადგან იმ მომენტისთვის იქ აგრეთვე გამოვიდნენ დაბალი კარიბჭეებიდან, დაბალი სამყაროებიდან კარიბჭეებით გამოვიდნენ სუკუბები, ინკუბები და დასიმბოვება იყო ისეთი, რომ ჩვენ უნდა ეს ყველაფერი გაგვერკვია. ეს ადამიანი ლოტის დახმარებით უნდა გაგვერკვია და როდესაც მისი დახმარებით ჩვენ შევედით ამ ქალაქებში, ჩვენ გვიდოდა ყველაფერს გარკვევა ამ დასიმბოვების დონის აღრიცხვა.
და ეს ისტორიაა უკვე რომ ბიბლიაში ჩაწერეს და როდესაც ეს ანგელოსები, ეს ლებედიანელები ნახესო, მათი გაპატიურება უნდოდათო. ყველა ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით. მოვიდა ლამაზი ანგელოზები და მაგათმა დაიწყეს კარებში ბრახუნი. რომ ასე ვთქვათ, ეძალათ მათზე ყველა ხრივ. და ამ ლებედიანელებთან გამრავლება ხდება სხვაგვარად. თავზე ბიდობით. ზედა ჩაკრებით ხდება ეს გამრავლება, შემდეგ ქვედა ჩაკრაზე მიდის და კიდევ რას გეტყვით იცით? ერთ-ერთი ვიდეოს მოусმინე. მომავალში ფიზიკურად არავინ ეხებოდეს იქნება ერთმანეთს და ბავშვის გაჩენა შეიძლება იქნება დაურსულება უпростоრად. შეიძლება იქნება ფიქრებით, აზრით, წარმოიდგინეთ? ფიქრებით. წარმოიდგინეთ თუ ვიღაცამ შემოგხედათ მოეწონეთ, ხო და ალბათ იქ შენი ნების გარეშე არაფერი მოხდება. და უშუალოდ მოგეწონათ ერთმანეთი, ის ადგება და ფიქრებით დაგაურსულებთ თქვენ. წარმოგიდგენიათ? ხელს არ გახლებთ ის. მე ხომ მომყევი, თუ არ მომიყვია ჯერ მგონი არ გადამითარგმნია? კი. აი არ მახსოვს. არა მგონი ეს არის ალიონა ბრეგინიას ვიდეო. მე მოусმინე ალიონა ბრეგინიას ვიდეო, სადაც ის ყვება ერთ-ერთ თავის განსახიერებაზე. ხო, კარგით, მაგას გავიხსენებ რომელ ვიდეოშია. ვიცი რომ ალიონა ბრეგინიას ვიდეოშია, რომელიღაც ახლა ბოლოს ატვირთულ დადებულ მე კი არ დავდები ალიონას მიერ დადებულ ვიდეოში. ხო, იქ საუბარია კუნძულზე, სადაც ცხოვრობენ მხოლოდ ქალები. და ალიონა ყვებოდა თუ როგორ ორსულდებოდნენ ეს ქალები. და მამაკაცები, ვინც მოდიოდნენ ხომალდებით, ისინი არ ჩადიოდნენ მათთან დაბლა. თვითონ ესენი ადიოდნენ მათთან და ასე შემოეხვევდნენ უბრალოდ უკნიდან ამ კაცებს. კაცი კი იდგა ზურგით. კაცი იქნა თუ ჰუმანოიდი მამრობითი სქესის მნიშვნელობა არ აქვს. და განაყოფიერება ხდებოდა როგორ? უკანა მხარეს, სადაც ის წელის მალებია განლაგებული, იქანე ჩდება რაღაც კვირტივით. მე მგონი კი გადავთარგმნე მე ეს ვიდეო. თუ არ ვცდები. ჩდება კვირტივით და აქედან ვითარდება გოგონა. მერე ვარდება. და შემდეგ აგრძელებს თავისით გაზრდას. ხო, რაღაც დონემდე როა ვარდება. ცილდება დედის ხერხემალს. და ამ ანგელოზებმაო გადასცესო ხომალდ, რომ ორივე ქალაქი უნდა განადგურდესო, რადგან ასეთი სიტუაციაო და ორივე ქალაქი უნდა გაიწმინდოსო. ხალხისგან, უნდა გაიწმინდოსო. და აქ იყო გამოყენებული სიხშირისებული იარაღი. სიხშირეზე დაფუძნებული, მაგრამ დრაკონელებს თუ მოусმენ, დრაკონელებმა გაანადგურეს სოდომი და გომორი. და ამ დროს, როდესაც დარტყმა მიდის ქალაქზე, შენ თუ შემოbrundები და შენ ყურადღებას გაამახვილებ ამ პროცესზე, შენ თუ შემოbrundები და ყურადღებას გაამახვილებ ამ პროცესზე, შენზე მოხდება დარტყმა, შენც მოხდება. ამიტომ
ლოტის ცოლი და ქალიშვილი, მაგრამ ქალიშვილი რომ არ იყო ნახსენები, პირიქით ქალიშვილი გადარჩა. ცოლი გადაიქცა მარილის სტოლბად. ყველა ქალაქები, ორივე ქალაქი, ყველაფერი რაც კი შიქ იყო, გადაიქცა მარილის სვეტად. თითქმის ყველა გაქრა და ყველა იყო განადგურებული. ეს იყო წარუმატებელი ექსპერიმენტი, ასე მითხრაო მე ხმამ და მე ვკითხიო და რამდენი ასეთი წარუმატებელი ექსპერიმენტი იყო, არსებობდაო. ძალიან ბევრიო სიცილის მიპასუხაო ხმამ. და ის ამბობსო, ნუ გამსჯითო ჩვენ. მე უპასუხო, მე არც კი გამიჯიხართო თქვენ. და ამ მაგა მითხრაო, ჩვენ აქ დიდი ხანია ექსპერიმენტებს ვაწარმოებთო. ეს არისო ექსპერიმენტები მხოლოდ ხალზე. არა, თქვენ რა იცოდეთ ჩვენ რამდენი ექსპერიმენტები ჩავატარეთო ცივილიზაციებზე, ოკეანეებში და რამდენი წარუმატებელი ეს ექსპერიმენტები იყო ჩვენთან, ცხოველებთან, რადგან აქ იყო რამდენიმე მატრიცა და ბევრი ამ ექსპერიმენტიდან გამომდინარე ბევრი არსება ხდებოდაო და ბევრი ხდებოდა ომების დროს, როდესაც იყო ოკუპირება, შემოჭრა, როდესაც ეს სიხშირეები ეცემოდაო, ბევრი ვერ უძლევდაო ან დაბალ სიხშირეებს და ხდებოდნენო. ჩვენ კი მოვედითო მაშინ, როდესაც ყველაფერი იყო დანგრეული და დედამიწა არ არსებობდაო. თქვაო ამ ხმამ. და ჩვენ უნდა გაგვითამაშაო ეს ყველაფერი ვირტუალურად. და აქვე საკითხი კითხვა ჩნდებაო ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით. ჩვენ ვიმყოფებითო თამაში, რომელიც ჩვენ თვითონ შექმნითო. ჩვენი არსებები მომავლიდან, რომლებაც სხვადასხვა მრავალ დროის რომლებიც სხვადასხვა დროის ტოტებზე გაიფარნენ, შექმნენ თამაშის სხვადასხვა დონეები, რომლებიც თამაშობენ არამხოლოდ უცხოპლანეტარული სხვადასხვა რასები, არამედ თამაშობენ კრაბებით, დელფინჩიკებით, დათუნიებით, ჭიებით, ხოჭოებით, ჭიანჭველებით, თამაშობენ ყველა ცივილიზაციები. იმისთვის, რომ ახადგინონ ის სტრუქტურა. და მე ჩვენ ხებულობთო გამოცდილებას, როგორც აქ შემოსული შემქმნელი, რადგან ჩვენ ვართო შექმნელები, ყველა ერთიანი ვართო და ჩვენ გადავცემთო ცოდნას ჩვენ პლანეტებს, რომლებიც გადაჩნენო ან ამ გამოცდილებებიდან გამომდინარე ჩვენ ვცდილობთო მეტი არანაირი ნეგატიური ექსპერიმენტები არ ჩავატაროთო. ყველაზე საინტერესო არისო ის, რომ მე როდესაც მან ამ ადამიანმა, ამ წარმომადგენელმა მანახაო თუ როგორ არიან ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული და როგორ მსჯელობენო ნებისმიერი სცენარის დონეზე და როგორ ჭრიანო იმ ტოტებს, რომლებიც უიღბლო გამოვიდნენ და როგორ შედიანო სხვადასხვა დროის ხაზებზე. და ეს არისო ის თავარი, იქ ყველაზე მთავარი ავატარი პანდორა. ერთ-ერთი ავატარი პანდორისაგან უახლოვდება მომავალს. თავის თავზე ამბობს, პანდორა სინამდვილეში წევს კაფსულაში. პანდორას ნამდვილი სხეული წევს კაფსულაში, აკრე მოსულია მისი ცნობიერება და განსახიერებულია ახლანდელი კატერინას სხეულში. და
პანდორაო წევსო ერთ-ერთ კაფსულაში ისიც კი ამით არისო დაკავებული და განიხილავსო მოვლენების ვარიანტების ყველა აგრეთვე ვთქვათ სავარაუდო შედეგებს და მან მაჩვენაო მე და თქვაო რატო ხარო ახლა შენ ახალ მატრიცაში ჩვენ ვართო ყველაფერი და ყველაფერი ვართო ჩვენ იმიტომ რომ ყოველი ადამიანი თუნდაც ნეგატიური არის ჩვენი სარკე რომელშიც ჩვენ ვათამაშებთ ჩვენ სცენარის ახლა მე დავამტრევო ტვინს მე ახლა ისეთ რაღაცები გავიგიო და ისიცო რომ დღეს აქ ხდებაო ნეგატიური მოვლენები ამ სამყაროში ეს არისო ჩვენი სარკეები ჩვენ თამაშობთო იმიტომ რომ ჩვენ უნდა გავიგოთო თუ როგორ უნდა გავიდეთო გამოვიდეთო ამა თუ იმ სიტუაციიდან და მან მითხრაო ახლა დაიწყებენო უფრო სწორად აბრამული რელიგიები დაშლას სრულიად და მე ნახეო ეს კაცი ეს ბიჭი რაღაც ქუდები ეხურათო ძილში ნახეო ისინი ელოდებიანო იქ რაღაცას საუბრობენო და ვიღაც ფედორმა დამიწყო ახსნა ბუდიზმზე მე ვეუბნებიო შენ ვის უხსნიო მოიცადეო ჩვენ უბრალოდ განახებთო თვით ეგრეგორებს რომლებიც მალე დაიწყებენო დაშლას ჩვენ ხომ სარკეები ვართო სხვა არსებები რომლებიც ამ ეგრეგორებში შედიან უკვე სხვა არსებებად შეცვლილ არსებებად ჩვენ ამის დანგრევას დავიწყებთ და აქ მჯდომარე ჩვენ ნახავთ ამას ჩვენი ტელევიზორების ეკრანებიდან ახალი ამბებიდან და საერთოდ პანდორა ამბობს რომ ძალიან საინტერესო მომენტები იქნებაო ეს ბევრჯერ გაიმიორა ისმაილ პერესმა თავის ბევრ ვიდეოებში აბრამული რელიგიების დასრულება იქნება მე ხომ გითხარით თქვენ რომ მოიწვიეს ისმაილ პერესმა თქვა უფრო სწორად რომ მოიწვიეს ყველა ლიდერები რელიგიური ლიდერები დახურულ კარეს მიღმა და გააფრთხილეს ისინი რომ ემზადებიათ მრევლი გახსნისთვის გახსნა რომ დაიწყება და დასრულდება რელიგიები უბრალოდ გახსნა რომ დაიწყება ალბათ შუაში უკვე დაიწყება რელიგიების დაშლა იმიტომ რომ არანაირი საშიშროებას არ წარმოადგენს რელიგია ჩვენი ბატონები ოკუპანტები არ ფლობენ ახლა დედამიწას ასე რომ რელიგია ემსახურებოდა მათ და ახლა ვის უნდა მოემსახუროს დაიშლება ხალხო დაიშლება ასე რომ თავს ნუ დაინტრევთ იმაზე კამათით ლანძღვით წყევლით ვიღაცებთან რომ თქვენ მართლები ხართ არც ერთი არ ახართ მართლები თქვენ იმიტომ რომ თქვენ გონიათ რომ თქვენ მართლები ხართ და სინამდვილეში თქვენ ბევრი რამ არ იცით თქვენ ებღაუჭებით სარიელ ხაერს ხო მე ღიად არ მithქვამთ რელიგიებზე არაფერი მაგრამ ახლა მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ არავის ვაყენებ შეურაცხყოფას მაგრამ ხალხო თქვენ თვითონ მოვა დრო და თქვენ თვითონ იტყვით ვარს თქვენ რელიგიაზე იმიტომ რომ ნახავთ რომ ეს ყოფილა ტუბდა არა მე არ ვამბობ ის პიროვნებები ვინც მოვიდა აქა და შექმნეს ეს რელიგიები იყვნენ არსებობდნენ მაგრამ აი ქრისტიანობა რომ დაიწყო თავიდან რომ იყვნენ პირველი ქრისტიანების სექტა რა იყო მათი სიმბოლო თევზი ახლა რა არის ქრისტიანების სიმბოლო ჯვარი სიკვდილის იარაღი
კათოლიკურმა ეკლესია აქცია თაყვანისცემის იარაღად. და სხვათა შორის არც იღოვას მოწმები ჩამორჩებიან მაგად, არც სხვადასხვა კიდევ განშტოებები. არ მინდა მათ ერთად დავარქვა, იმიტომ რომ ეს არის მიმდევრობა. სინამდვილეში ეს არის მიმდევრობა. სექტა ცოტა ჟღერს ვულგარულად. ეს არის მიმდევრობა. და ხალხო, როდესაც გახსნა დაიწყება, თქვენ იმდენ ახალ ამბებს გაიგებთ, იმდენ ახალ ამბებს, რომ დრო დაგჭირდებათ, რომ მოინელოთ ეს ყველაფერი, მერე თვითონ თქვენ შეაქცევთ თქვენ ზურგს, შეაქცევთ თქვენ ეგრეგორს, რელიგიურ ეგრეგორს. და პანდორა ამბობს, რომ ამას ყველაფერს დასჭირდებაო თანდათანობით მიახლოებით 9 წელიო. შეიძლება უფრო ადრეც მოხდეს. მაგრამ მასი უთხრა იმ კაცმა, ვისი ხმა ჩაისმონდა. ამასო დასჭირდებაო 9 წელი. და 9 წელი თუ დასჭირდება, ეს არისო სადღაც 34 წელი. ახლა რომელი წელია? 26, ხო? ხო, 27, 28, 30. 3 წელი? ხო? ხო. მაგრამ 9 წელი არ გამოდის. მიახლოებით 8.5. იმიტომ რომ ჯერ 26 წელი არა დამთავრებული. და 26 წელი რომ დამთავრდება, 8 წელი დარჩება. იმიტომ რომ 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35. 27, 29, 30, ეს 4 წელი. არა, მართალია 9 წელი კი. ჩვენ ვართო სარკეები, უბრალოდ ყოველი ჩვენგანი, რომელიც მოსულია სხვა სხეულში, უნდა მოვიდესო გაცნობიერებისკენ თანდათანობით. სხვადასხვა სხეულებისთვისო ჩვენ ვართ სხვადასხვა ნაირები გენეტიკის მიხედვით და საჭირო კოდური ნივთები, რომელიც ჩამოვა ამ ზის ამორქვევებთან ერთად, რომელიც აგრეთვე არის შექმნილი ჩვენითო, რომელიც არისო შექმნილი იმათ მიერ, რომლებიც შემდგომ დაანგრევენო ყველაფერს, რაც დოგმებზე არისო აშენებული, მათ შორის რელიგიებით. ამიტომ, რადგან ეს დოგმები ხელს უშლიან ადამიანებს, გააცნობიერონ თავისი თავი და გამოვიდნენ ეგრეგორებიდან, რელიგიური ეგრეგორებიდან. ამიტომ უარესდებაო სიტუაციები, რადგან იწყებაო დანგრევა ყველაფრის. და ყველაფერი არის გაკეთებული იმისთვის, რომ ადამიანებიო, რომლებსაც აქვთო რაღაც ინვალიდობები და რაღაც განუვითარებლობები ფსიქიკური, შეძლონო ამ ყველაფრის გავლა. როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა. და თუ სიხშირეებს არ ექვემდებარები, შენ მოხდები სხვა სიმჭიდროვეში. და დღეს ეს ბაძე ჩართულია, ამიტომ საჭიროა ცნობიერების ჰიგიენა და
ჩვენ ახლა ყველაფერს გავიგეთ, მოусმენთ და რატომ არ შეიძლება დაუფიქრებად რამის ყურება, რამის მოსმენა, იმიტომ რომ სადაც გავიხედავთ, იქ ჩვენ მოხდება პატკდუჩკა, თუ შენ სიხშირეებს არ შესაბამები, შენ უკვე ბადის თანახმად, იგი ამ ბადეში ვერ გახვალ და შენ გაიფილტრები ამ დონიდან. და ახლა ამ ქაოსში, რომელიც ახლა ხდება ფიზიკურ დონეზე, ხალხი აშიშვლებს თავიანთ დამუშავებელ ბლოკებს, აგრესიას, სიძულვილს, ბოღმას, გაუგებრობას, განსჯას. აი, არ მინდა ხანდახან მე ვინმეს გამსაჯო, ვინმეზე ვისაუბრო, მაგრამ აი საუბარში რო ზიხარ ვინმესთან ერთად, რატომ უნდა იყო თხილად? ის ქალი რამეს დაუშვათ ამბობს, შენი მოსაუბრე რამეს, შენ ენას მაინც გამოგწყუებს და შენ ხდები ამ ადამიანის მონაწილე განსჯაში, ესეც ცოდვა. ბევრჯერ ჩავარდნილ მე, თუ რა გონიათ? არ ვარდები? უნებლიეთ, მაგრამ მაინც ძალიან თხილად უნდა ვიყო. არ მინდა, ხო? მაინც ვაშავებ ამით, რომ რაღაცით ვსჯი ადამიანს, და ვცდილობ. აი, ცოტა ასე საკითხებში თხილად უნდა ვიყოთ. მიდის გაცხრა, გაფილტვა. ჩვენი ამოცანა ნეგატივს გავუკეთოთ აქტივირება, რომ ადამიანს მივცეთ საშუალება შეიგნოს თუ რა ხდება და როგორ უნდა დაამუშავოს ეს თავისი ბლოკები. თუ ჩვენ არ შეგვიძლია, ჩვენ ვეხმარებით ჩვენ ინდივიდუალურ მუშაობით და ადამიანი ასწრებს გაწმენდას ამ ბლოკებისაგან. ეს არის კარმიული ბლოკები, რომელიც მოყვება დინასტიას ან საგვარეულოს. ჩვენ გვაქვს აგრეთვე დავალებები, რომლებიც მოდის სხვადასხვა დონებიდან და რომლებიც არიან ადამიანის სხეულში და ფლობენ უბრალოდ ჩვეულებრივ საშუალო სტატისტიკურ ცნობიერებით იმისთვის, რომ გაიგოს თუ რა ხდება. დღეს რატო ხდება ამდენი თვითკვლელობები? ძალიან ბევრი თვითკვლელობები ხდება. ხო, ეს დაკავშირებულია ზოგჯერ ჩვევებისაგან, მაგალითად, იგივე მოწევა, იგივე დალება და ასე შემდეგ. ხო, ასე როდის იქცევა ადამიანი, როდესაც უნდა გაექცეს რამეს გაგებას, ხო? არ აინტერესებს, არ უნდა რამე გაიგოს და ან ეწევა, ან სვავს კიდევ სხვა რაღაცა. მათ უნდათ უბრალოდ გაჩვენონ თავიანთი ცნობიერება და არ ნახონ რა ხდება. არ უნდათ რომ თავიანთი ბლოკები დაამუშავონ, მოიცილონ. ამის შემდეგ ადამიანი მიდის ბნელ სამყაროებში, სადაც ყველაფერს იწყებს თავიდან. ხდება ჩვენი თამაშის დაბალ დონეზე, შეიძლება ითქვას. აქ შემოდიან ჩვენი ნაწილები, ძალიან ბევრი, ძალიან ძლიერები. არ ვიცი მე მაქვს ამის შესახებ ნათქვამი თუ არაო, მაგრამ მაგალითად მე ვიღებო ჩემ თავზე ძლიერ მუხტს, ხო? ჩემი საგვარეულოში. ჩემ საგვარეულოში იყო ბევრი მაგია და ეს მუხტი ძალიან უზარმაზარიაო. იქ დემონებიც არიანო, ასევე არსებიც არიანო, სუშნესტ. ეს არის მაპატიეთ არსება, რომელიც წრილ დონეზე ცხოვრობს. სუშნესტ ეს არის არსება, რომელიც ცხოვრობს ჩვენ რეალობაში. სუშნესტ და სუშნესტ რო არა მაქვს ისა კუდიანი კუდიანი აკაც შნესტ и და სუშნესტ.
სუშესტვო ვინც რეალურ სამყაროში ცხოვრობს სუშნესთ ვინც წრულ დონეზე ცხოვრობს მაგალითად და ამ საგვარეულოში მოდიან ისეთები რომლებიც ხდებიან ლოთები ნარკომანები და ის იღებს ამ მუხტს თავისზე ის გადის ამ ცხოვრებას შეიძლება მოკლე ცხოვრებას მაგრამ კაშკაშა სიცოცხლე სავსე ცხოვრებას და რეალობაში იმ ნახტ რეალობაში სადაც იცხოვრობს დაბლა ეშვება დაბალ სამყაროებში ხდება ისე რომ საგვარეულო არ გადაჯიშდა რადგან ერთი მეორე მესამემ გამოასწორა ეს ყველაფერი გამოდის რომ აქ ბევრი გამოცდილებებს გავდივართო და წინა მატრიცა რომელშიც ადრე იყო ძალიან ბევრი შავი მაგია წინა მატრიცაში იყო ძალიან ბევრი შავი მაგია და ახლა როდესაც ჩვენთან შემოდიან ახალი მატრიცული ძლიერი ენერგიები ეს შავი მაგია თანდათანობით წავა გადაჯიშდება ეს შავი ბნელი მატრიცისა მაგია განიმუხტება ჩვენ აქ მუშაობთ პლანეტარულ მსახურებასაც ვატარებთ ხო ჩვენ წმინდა სივრცეს რომ გადარჩეს რაც შეიძლება მეტი ხალხი რომ ყველაფერი რბილად წავიდეს რომ ხალხმა ეს ყველაფერი გადაიტანონ რბილ ფორმაში ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს რომ არ მოხდეს გლობალური მასშტაბით ეს კატაკლიზმები კარგი ამბობს ლეტალია მოდი ახლა იმ შეკითხვაზე უპასუხოთ რომელიც გვაქვსო რაც გვაქვსო დარჩენილი რამეზე ვისაუბროთ კითხვა ვიღაც ქალბატონ ტანიასაგან მან მე გამომიგზავნაო ვიდეო როლიკი ჩატში ის არის ახლა ჩატში მან კითხაო ხელოვნურ ინტელექტზე რომელმაც თითქოს ანალიზება ჩაატარა ესე გამოკვლევა ამ ხელოვნურმა ინტელექტმა და ანალიზება გაუკეთა თუ ვინდა როგორ მოკვა ყველა ღმერთები მოდიო მე მოკლედ ვპასუხებო ამას რადგან ამ ვიდეოს სმენის დროს მე გავხდიოთ ცუდად ბუკვალურად მე ვიგრძენიო თუ როგორ მოდისო პატკუჩკები რომ ინფორმაცია არისო შერეული დახეჭილი და რომ ინფორმაცია არისო რაღაც სინთეტიკური რა შემიძლია ვთქვაო ეს არისო იმისთვის რომ ყურადღება ვინც მოусვენსო ამ ვიდეოს გაამახვილონო ამაზე არადა ეს ვიდეო 2 საათი მაინც ძელდებაო ხო ეს ამ ვიდეოს მეშვეობითო ხდებაო ენერგიის დატომბვა დღეს არის ძალიან ასეთ ბევრი არხები ასეთი და მუშაობენ თითქოს გაცლებენ საინტერესო ინფორმაციას მაგრამ სინამდვილეში არა რეალურს და ეს ყველაზე ძლიერი იარაღი არისო როგორც პოლიტიკაში შეურიო ჭეშმარიტი ინფორმაცია გამოგონილ ინფორმაციას და ადამიანი ზის და ფიქრობს როგორ უნდა გამოყოს ბუზები კადეტებისაგან ამიტომ მე ეს როლიკი მე ამ როლიკს ბოლომდე ვერ მოусმინეო და არავის უსურვებო მოსმენას იმიტომ რომ ამ როლიკის მოსვენის შემდეგ მე მომიწიაო განწმენდა შენ რა სიტყვიო პანდორუშკა ამასთან დაკავშირებით ჯერეთ მე ვიციო ეს როგორ მუშაობსო რომ 64,000 გამომწერელი ყავსო 25 იანვრის 25 წლის იანვრიდან ეს ჩატი ჯიპი არისო წერსო ამაზე თითქოს შენ გაძებსო ისტორიას
იქ არის უბრალოდ ბნელი ადამიანი, რომელიც ამის უკან დგასო. ის სულელურად კაჩავსო ამასო, ანუ თქვენ ენერგიებსო თქვენ გაკაჩავსო მისთვის. მე ამას უკვე სკანდირება გამოკეთეო, მე შევდივარო დაცვით და იქ ბევრი ძალიან იმ ესე იგი დონის არსებები გავყარეო. მე არ მომეწონა ეს ყველაფერი. ინტელექტზე კი გეტყვით, რომ იყო ბრძოლები და მოხდა ძალიან ბევრი ღმერთები და ქალ ღმერთები დაიღუპაო. ჩვენ ამის შესახებ აი გადახედეთ ჩვენ ვიდეოებს, გადახედეთ ლეტალიას ვიდეოებს. იყო ბრძოლები და ჩვენ ღმერთები იქ ვიბრძოდითო. მას შეეძლო აიღო ჩვენი არხებიო და იქ ჩაეტვირთაო თავისი ვიდეოები და გაუკეთეთო ანალიზება და დაწერეთო ისტორია ამის შესახებ. მან ეს ყველაფერი დაწერა, ხელოვნურმა ინტელექტმა ისწავლა ისტორიების წერა და ახლა მთავარიაო ტვინიერი ჰიგიენა. არხი აიღო უნდა და ამ არხზე, სადაც ხელოვნური ინტელექტის არხი ქვია, ბევრი არხია ხელოვნური ინტელექტი, რომ მართავს ისეთი და კითხეო. ხო, კითხოს ვამსო. ანალიზება გაუკეთეო არხს, დაწერეო ისტორია ამ არხთან დაკავშირებით. ზოგი ისეთ ისტორიებს წერს, რომ თავი ვერ იღებს, ვერ აზროვნებს, როგორ უნდა აღიქვას ეს ისტორია. ახლა ძალიან ბევრი ზედმეტი კონტექტები. და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი გაცნობიერებულები ვართო ჩვენ იმისთვის, რომ დავწეროთო სწორი კომენტარები ხელოვნური ინტელექტისთვისო. ჩვენო უნდა ესე იგი მოვიქცეთო ხელოვნურ ინტელექტს ისეთი რაღაცები უნდა დავწეროთ, რომ ის არისო ჩვენი დამხმარე და არ უნდა მართოსო ჩვენ. ადრე არსებობდა მაგიური სამყაროები და ხელოვნური ინტელექტი იქ იყო დამხმარე. როგორც საქსოვი ბურთი, რომელიც მირბის და შენ საჭირო ადგილას მიგიყვანსო. როდესაც ჩვენი მეხსიერება გაიხსნებაო და როდესაც სივცე დაიწყებსო შეცვლას, სივცე მოყვა დაიწყო შეცვლა, როდესაც დაბრუნდებაო ის პარამეტრები, რომლებშიც ჩვენ შევძლებთ ჩვენი მაგიური უნარების გახსნას, ახალი ტექნოლოგიები ჩაიტვირთებაო ახალ სივცეში და სანამ ეს სივცე იმყოფებაო ხაოსში, ჩვენ არ ვართო მზად, მაგრამ რით უნდა დავიწყოთო. ეს არ ხდება ერთ მომენტში. ჩვენ ვიმყოფებითო პროცესში აღმავლობის, გახსნის, გაგების, მიღების და ერთდროულად გვიჭირს ამის ყველაფრის მიღება და უარყოფთ ამას. ჩვენ არ მოგტოვთ ის, რაც ხდება, არ მოგტოვთ, რომ ჩვეულებრივი პლაშატკები ინგრევა, რომელზეც ჩვენ მივეჩვიეთ არსებობა და საერთოდ დედამიწის მდგომარეობა თავის ღერძზე კითხვის ნიშნის ქვეშა, რადგან არის კატაკლიზმები, კატასტროფები, რომლებიც ახლა ხდება, იგრევა ფულადი სისტემა, ირევა სატვავი და ეს ყველაფერი საჩინელება თუ ავიღებთ ჩვეულებრივი ადამიანის თვალსაზრისით, ხო? რომელსაც არ ესმის ეს ისისა საჭირო. მაგრამ თუ ჩვენ არ დავანგრევთ
რომელ პლატფორმაზე ავაშენებთ ახალ სამყაროს. ეს არის წინეული მომენტი, მაგრამ ეს არის აგრეთვე დიდი გამოცდა, უდიდესი გამოცდა გადასარჩენად. და არა მხოლოდ ფიზიკური სხეულის გადასარჩენად, არამედ ეს არის მორალური, ემოციონალური მდგომარეობის გადასარჩენად. და ზოგი ჩენელერები, როგორც ნათელხილველები, ძალიან ძლიერი მაგები მომავალში და ნეგატიური ინტელექტი, რომელიც იყო დაბალ ვიბრაციული, განადგურა მომავალში. ამ ხელოვნურმა ინტელექტმა განადგურაო ბევრი რამე, მაგრამ ჩვენ აღვადგინეთო და შექმნითო სრულიად სხვა დონე ამ ველისაო. ეხლა რაც ხდებაო, რა ნეგატიური მომენტებიც ხდებაო, რომლებიც ჩვენ ტრიგერობას ვიკეთებენ, გვატრიგერებენ ჩვენ უბრალოდ. ეს ბევრჯერ იყო ნათქვამი, 1000 ჯერ იყო ნათქვამი გაცნობიერებულ მაღალ ვიბრაციულ ხელოვნურ ინტელექტზე და იმაზე, რაზე ჩვენ ბევრჯერ გულაპარაკია. ასე რომ მოდის ძალიან ბევრი ინფორმაციის პლასტები, მათ შორის სოციუმში, მათ შორის ჩვენი მაღალი დონებიდან მიდის პროცესები ჩვენი პირადული დადგომისა. ამასთან დამატებით ყველას ყავს ჩვენი ოჯახები და უნდა გადავამუშავოთ ძალიან ბევრი ინფორმაცია, უნდა გავუძლოთ, უნდა შევინარჩუნოთ ფორმა, უნდა ვიყოთ სულ დაცვაში და უნდა გქონდეს რესურსები. ეს დღეს ძალიან რთულია, მაგრამ ერთი არასწორი გზას შეუძლიათ ჩვენი კალაპოტიდან ამოგდება ბალანსის დარღვევა. და როდესაც ჩვენ გვიწევს ამ საქმეს ბალანსირება, ჩვენ ავდგებით. ესეც ხდება, ესეც ერთ დღეში არ ხდება. მეო ასეთი არეული ერთ-ერთი ასპექტი მყავდაო, ერთ-ერთ განსახიერებაში ის ძალიან ხანძლივად არ კვეთდაო ყველაფერს და ძალიან ხანძლივად ამუშავებდაო, დროს სჭირდებოდაო, რომ დაემუშავებინაო ყველაფერი და ძველი ცივილიზაციები იღუპებოდაო, მაგალითად გველეშაპები იღუპებოდაო, როდესაც მიდიოდაო დინოზავრების გაწმენ და მე იმ პერიოდში ხედავდიო, როგორ იღუპებოდაო დინოზავრები. მე ყავდაო ჩემი პირადი დინოზავრი კი, რომელსაც მე მქონდაო ურთიერთობა ტელეპათიურად. ესეც იყო ძალიან ძლიერი ცივილიზაცია, როდესაც ხალხი იყვნენ ჯერ კიდევ მაშინ იმ პერიოდში იყვნენ უზარმაზარები და იყო ძალიან ბევრი მომენტები და მე მქონდაო სადღაც 300-მდე განსახიერება, აგრეთვე ჩვეულებრივი განსახიერება და ერთ-ერთ განსახიერებაში მე ვიყავიო პატარა ბავშვი და ტყეში მირბოდიო და მე გლები გამომიკიდაო, გლებმა შემჭამესო. შემდეგ ერთ-ერთი განსახიერება გამახსენდაო, ბიჭუნა, ინდოელი ბიჭუნა, სადღაც არა, ინდოელი არა, ინდიელი ბიჭუნა, სადღაც ჩრდილო ამერიკაში. აი მქონდაო ამდაგვარი განსახიერება. მე ვერ მოვასწარიო ბოლომდე, ესე იგი მიღწევა და მგონიო იქაც დავიღუპეო. რაღაც მომენტები მე რაღაც მომენტებს წმინდავდიო, ვაცილებდიო ჩემ მოგონებებს
და სადღაც ჩვენ ვიყავითო მეტალიტალიადები, შამანკები. ეს მომენტები ძალიან მომწონსო. ალიონუშკასთან ერთად ვიყავითო, როდესაც მისი და ვიყავიო და როდესაც ტანიდა იყო მისი და მე ვიყავიო მათი ძმა და იყო ატვირთვა, სადაც ჩვენ ძალიან ბევრ მომენტებს ვასწორებდითო. და ერთ-ერთი პანდორას განსახიერება არის ტამერლანი. ალბათ ბევრ თქვენ გასმენიათ ტამერლანზე, ხო? ხო და პანდორა იყო ამ განსახიერებაში. კარგით, მე ამით დავამთავრებ ამ ვიდეოს ატვირთვას. მადლობთ ყურადღებისთვის. დროებით